ფარული მიყურადება საქართველოში 2015-16 წლებში ანგარიში IDF-ი გამოაქვეყნა. ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები კამპანიაში შენგეხება საქმიანობა, ორგასაღებიანი სისტემის პირველი შედეგები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის როლი. ეს საკითხებია სწორედ ანგარიში განხილული. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადგან მათი კვლევების თანახმად წინა წლებთან შედარებით ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით პროგრესი არ აღინიშნება. Საზოგადო საჯარო მაღალი ინტერესი არის ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ პროგრესი ნამდვილად არ არის. პირიქით ჩვენ უკვე გვაქვს ფაქტები, რომ გატანილი არის საზღვარგარეთ ეს ვიდეო ჩანაწერები, ამას მოწმობს გამოქვეყნებული უკრაინული ვიკილიკსზე გამოქვეყნებული ეს ვიდეო ჩანაწერები, ასევე საქართველოში ახლად გამოქვეყნებული ვიდეო მასალა.